გორში 32 საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით გორის მერის პოსტს კონსტანტინე ბუზალაძე დაიკავებს ქართული ოცნებიდან, ხოლო საკრებულოში, რომელიც 40 წევრისაგან იქნება წარმოდგენილი მანდატები ასე გადანაწილდა, 25-ვე მაჟორიტარი ქართული ოცნებიდან იქნება, ხოლო 15 წევრი პროპორციული სიით. აქედან ერთი მანდატი კონსერვატორებს ექნებათ, ერთი შესაძლოა ორი ლელო ძლიერ საქართველოს, ხოლო დანარჩენი ქართულ ოცნებაზე გადანაწილდება. 2032 გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაითვალა საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმები, წინასწარი მონაცემები მდგომარეობს შემდეგში. ძლიერი საქართველოს ლელოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატმა ნიკოლოზ დოლიაშვილმა წინასწარი დათვლებით მიიღო 12.9%. ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილმა კანდიდატმა კონსტანტინე ბუზალაძე მიიღო 87.1%. რაც შეეხება პროპორციულ სიას, ანუ ჩვენ საკრებულოში 15 მანდატიდან მანდატები გადანაწილდება შემდეგ პარტიებს შორის. ესენი არიან კონსერვატორები, ანუ 4.94% მიიღეს, ანუ ბარიერი ვინც გადაალახეს 4%-იანი, აგრეთვე არის ძლიერი საქართველოს ლელო 7.5% და ყავს ქართული ოცნება, რომელმაც მიიღო ხმების 80.7%. ამ ესე იგი ბარიერ გადაალახულ პარტიებს შორის გადანაწილდება 15 მანდატი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, 25-ვე ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში, რაც არის ჩვენს ოლქში შემავალი, მართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები ლიდერობენ დიდი უპირატესობით. დღესვე ცესკოში მიმდინარეობდა 5 უბნის ხელახალი გადათვლა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ვიცით, რომ საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის გამჭვირვალობა. მეტი გამჭვირვალობისთვის ჩვენ საარჩევნო კოდექსის თანახმად, ორგანული კანონის თანახმად, პრაქტიკაში გვაქვს უკვე რამდენიმე წელია, რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ყველა საოლქო საარჩევნო კომისია მთელ საქართველოში და მათ შორის არ არის გამონაკლისი გორის საოლქო საარჩევნო კომისიაც 5 უბანს დოლრიდან, რომლებიც ამოვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მოტანილ პაკეტებს და გადაითვლის. დღეს აი ამ წუთას შესვენება გვაქვს გამოცხადებული, მიმდინარეობს სხდომა, უკვე გამოვლინდა 5 საუბნო საარჩევნო კომისია, ჩვენ მიერ დღეს იქნებიან დაბარებული ამ უბნებზე, ვინც ესწრებოდნენ კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, ჩვენ შევარჩევთ მთლელებს, ხოლო შემდეგ კანონით დადგენილ ვადებში უკვე წინასწარ შერჩეულ ადგილას გავხსნით ამ საარჩევნო უბნებს და ხელახლა გადავითვლით კიდევ. რაც შეეხება შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს, მერის პოსტს ყველგან ქართული ოცნების წარმომადგენლები დაიკავებენ. კასპში ვახტანგ მაისურაძე, ქარელში ზაზა გულიაშვილი, ხოლო ხაშურში პაატა ჩადუნელი.